დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, უნდა წარვადგინოთ რუბრიკა სტუმარი წიგნი. დღეს მასპინძლობთ ბასტიმ გალობლიშვილს, პუბლიკას ერთ-ერთ თანადამფუძნებელს და ჟურნალისტს. ბასტი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიდი მადლობა. თუ პრინციპში უკვე ქვეყანაში გუშინ ძალიან დიდხანს ვიყავით ერთად, საათი რომ დასაწყისში მოვყევი, ერთად ვიარეთ და ახლა სტუდიაში ყავს სტუმრად. მოკლედ სტუმარი წიგნით და უნდა გითხრა რა წიგნით მოხვედი და რატომ. განტვირთვის დროს პრიმოლევის კითხულობ. კი, ძალიან უცნაური არის, მაგრამ ბოლოს ეს წიგნი წავიკითხე და თან ვფიქრობ, რომ ძალიან რელევანტური არის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ იმხელა ბოროტება იყო ნაციზმი, რაიმე შედარება, ცოტა მკრეხელობა იქნება, მაგრამ თუ ავიღებთ ამ ისტორიულ მაგალითს, როგორც სიმბოლოს ბოროტებისა, როგორ მოახდინა უამრავი ადამიანის დეჰუმანიზება სისტემამ და შემდეგ როგორ გააჩუმა მთელი ერი წამებაზე და ბოროტებაზე. და ბოდიში თუ გავიხსენებთ, როგორ იწყებოდა, როგორ იდგამდა ფეხს? კი ბატონო, როდესაც საზოგადოების ტრამვებით თამაშობდა გერმანული საზოგადოების ტრამვებით და ტვინს ურეცხავდა პროპაგანდით და ამ პროპაგანდით ეწეოდა ადამიანების დეჰუმანიზებას, ხო, ჰიტლერის რეჟიმი. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. და ამიტომ ამბობთ ხოლმე, რომ პროპაგანდა არის ძალიან საშიში, არის მომაკვდინებელი ძალა, რომელსაც ყოველთვის უნდა დაუპირისპირდეთ კრიტიკული აზრით, შეკითხვებით და სხვათა შორის, ანუ თქვენი წიგნი არ მიხსენებია, ეს არის პრიმო ლევის განა ეს ადამიანია, ეს არის იტალიელი ებრაელი ქიმიკოსი, რომელიც მოხვდა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში და იქ გაატარა საკმაოდ დიდი დრო და გვიყვება იმ ჯოჯოხეთზე. ეს არის უნიკალური დოკუმენტი, შეგვიძლია ვთქვა. სრულიად. და არც მახსენდება მე მსგავსი ესე პერსონალური გამოცდილებით შიგნიდან თუ რა ხდება ამ ბანაკებში, რამდენად არა ადამიანური გარემოა და თვითონაც ამბობს, რომ ეს არ არის ადამიანური გამოცდილება, ეს არის საგნების გამოცდილება, იმიტომ რომ გვექცეოდნენ როგორც საგნებს, ხო? და თვითონ ამ წიგნში ძალიან საინტერესოა, როგორც ცდილობენ, რომ საკუთარ თავში შეინარჩუნონ ადამიანი და დაინახონ საკუთარი თავი როგორც ადამიანი და ეს წიგნი პრინციპში ამაზეც არის, აი ამ გაუტეხელ ბუნებაზე ადამიანის რომ გადარჩე როგორც ადამიანი, შეინარჩუნო ღირსება და უამრავ მეთოდს მიმართავენ აქ პერსონაჟები და ეს ძალიან საინტერესოა ზოგიერთი რაღაცნაირად ამ პოულობს ძალას რუტინაში, თავის მოვლაში, თუნდაც ჭუჭყიანე წყლით სახის დაბანაში და ფიქრობ ეს ადამიანის ბუნების აღწერის ასევე ძალიან საინტერესო დოკუმენტია და ცენტრალური თემა ალბათ ერთ-ერთი ეს დეჰუმანიზაციაც არის, ხო, რაც იყო თავარი ქვაკუთხედი ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის. და ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ ასევე ამ წიგნში არის დანართი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს მკითხველმა, პრიმო ლევი პასუხობს ხშირად დასმულ შეკითხვებს და ერთ-ერთი შეკითხვა არის, როგორ მოხდა, რომ გერმანულმა საზოგადოებამ არ იცოდა და უმეტესობა ამას ამბობს, რომ არ ვიცოდით რა ხდება. პრიმო ლევი ძალიან საინტერესო პასუხობს, ამბობს, რომ დღეს უკვე არსებობს მედია, მეოთხე ხელისუფლება, სადაც ჟურნალისტს შეუძლია, თუმცა ამბობს, რომ გერმანულ საზოგადოებაში თითქმის ყველაფერი იცოდა, მაგრამ ის, რომ არსებობს თავისუფალი მედია, ამას წერს უკვე 70-იან წლებში. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომ ჟურნალისტს შეუძლია ყველგან შევიდეს, მას ვერ გააჩუმებენ, რაც არ ხდება დაუშვათ ავტორიტარულ რეჟიმებში, ხო? როდესაც არსებობს მხოლოდ ერთი სიმართლე, ზემოდან ნაკარნახევი და საზოგადოებას ფრაგმენტული და ასე ვთქვათ, დამახინჯებული აღქმა აქვს რეალობის. და ამ მედიას როცა ვახსენებ, აუცილებლად უნდა ვახსენო აქედანაც მზია ამაღლობელი, ჩემი კოლეგა, რომელიც არის დღეს ციხეში თავის საქმიანობისთვის და მინდა მას სოლიდარობა გამოუცხადო და ის უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ამას ამბობს როგორც მთელი ეს პროფესიული საზოგადოება და არა მხოლოდ პროფესიული საზოგადოება, ასევე საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენ ყოველდღიურად გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა იცოდეს და პრიმო ლევიც ამას ამბობს, რომ როდესაც მედია იქნება შეზღუდული,
მაშინ სრულიად ხელფეხგახსნილი არის რეჟიმი, სისტემა, რომლის მსხვერპლით შეიძლება ნებისმიერ თქვენგანი გახდეს და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უბრალოდ არ ექნება. და ის მამხილებელი ფუნქცია, რაც აქვს მედიას თუ მოიშალა, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ყველანი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით და სწორედ ამიტომ უცხადებენ დღეს მედიას ომს, ხო, უკვე რამდენი ხანია. სახიფათო პროფესიად იქცა, შეიძლება ვთქვათ, საქართველოში ჟურნალისტობა. მაღალ რისკიან პროფესიებს რო ამბობენ. და სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთ-ერთი პირველი აქცია, რომელიც აქ ბათუმიდან როდესაც დავუბრუნდით და გავმართეთ, არ დაგვითმეს კოლეგებს, არ დაუთმეს ეთერი, კი ბატონო ჩარტის 10 წუთით იურისტი და საერთოდ იქაც ყოველდღიურად იმართება აქციები, რომ ეთერი ხალხის ხმა ისმოდეს მაუწყებლის ეთერში. მაგრამ ძალიან სასაცილოა 29-ში არის დიდი აქცია. კი ბატონო, დაგეგმილი მაუწყებლის კიდევ ერთხელ. და მიზეზი არის ის, რომ გადადიან ახალ ოფისში, ახალ შენობაში. და თვითონ თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ ეს არის აბსურდული მიზეზი და არსებობს, ხო, ეთერის შესაძლებლობა. და უბრალოდ დღეს დავფიქრდი, ახლა როცა მოვდიოდი, ეს შენობა არის ანა პოლიტიკოსკაიას ქუჩაზე, ახალი შენობა და უბრალოდ მოძებნონ თანამშრომლება მაინც, ვინ იყო ანა პოლიტიკოსკაია და რას განასახიერებს, რატომ დაერქვა, ხო, მისი სახელი დღეს საქართველოში ერთ-ერთ ქუჩას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ის იყო რუსი ჟურნალისტი, ნოვაია გაზეტას ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა კორუფციულ სქემებზე, მათ შორის ჩეჩნეთის ომზე და ძალიან საშიში პიროვნება იყო პუტინისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის დაუნდობლად ამხელდა მას და შემდეგ ის მოკლეს მე მჯერა რომ მისი ჟურნალისტური და ეს საყოველთაოდ ცნობილი და მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო და პუტინის დაბადების დღეს. კი ბატონო. ახლოს მოხდა ეს. არა, დაბადების დღეზე. და ათობით ჟურნალისტი არის მოკლული, ხო, რუსეთში, მხოლოდ პუტინის პერიოდი რომ ავიღოთ. და ის რომ დღეს ჩვენ გვყავს პირველი ჟურნალისტი, პოლიტპატიმარი ქალი, ეს არის განგაშის სიგნალი და უნდა იყოს განგაშის სიგნალი მთელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მათ შორის კანონებითაც, რასაც ვუყურებთ, რაც მიიღეს ბოლო პერიოდში, ძალიან ჰგავს ეს რუსულ სცენარს და შესაძლოა უკვე გადავიდეს ამ ფაზაში, როდესაც უკვე საქმე ეხება ლიკვიდაციას და ის რომ რამდენიმე ჟურნალისტის ციკლს გადაურჩა, ეს იყო უბრალოდ გამართლების საკითხი, შემთხვევითობა. კი ბატონო. ბასტი, იცი რა მინდოდა მეკითხა, აი შენ დასაწყისში საუბრობდი, რეჟიმზე, მართლა უმძიმეს რეჟიმზე და რომლის შესახებ თითქოს არ ვიცი, წიგნებით, ისტორიით თუ კინოსურათებით, ყველამ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ხო? და ყველამ ვიცით პროპაგანდის, იმდროინდელი პროპაგანდის მნიშვნელობა, ამდენი ადამიანის ტვინის გამორეცხვა და ასე შემდეგ. ამას ვფიქრობ ხოლმე, რომ თანამედროვე სამყაროში რა არგუმენტი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, დამზღვევი, აი რამ უნდა გადაარჩინონ ის ადამიანები, რომლებიც ცალსახად მონაწილეობენ ამაში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აი ეს არა მხოლოდ განწყობა და რაღაცა აზრი და პოზიცია, აი მონაწილეობა პირდაპირ თავდასხმაში, ძალადობაში არის ამ პროპაგანდის ნაწილი. აი რა პასუხი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ხო, იქ შეიძლება ვიღაც თავის დროზე სადაც არ იყო ასეთი მასობრივი და სწრაფი გავრცელების საშუალება ინფორმაციას გულისხმობ და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ყველანი ამაში ხელი მიგვიწვდება, ხო? და მე ვფიქრობ, ხა თან გრძნობ რომ ახლოვდება ის დრო, როდესაც უკვე შეუძლებელი იქნება რაღაცნაირად უარყოფა და იქვე დარჩა. აი როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს შენი აზრით, აი რითი შეიძლება გაიმართლოს თავი ასე დროს ეს ამ პროფესიაზე ხო არის ხელმისაწვდომობა უკვე არის როგორ შეიძლება ნახევარი საქართველოს ვიდგეს ქუჩაში ხო და შენ ფიქრობდე რომ რეალურად არაფერი არ არის და რომ ვიღაცა მართულია და რომ რაღაც მართლა აბსურდი არის რა განსაკუთრებით თანამედროვეობაში ხო კი ბატონო მედიის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მათ შორის დეзинფორმაციის შესახებ
პირად კომუნიკაცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანები ოჯახის წევრებს დაელაპარაკონ, მეც ჩემ პირად მაგალითზე შემიძლია თქვა, რომ ოჯახის წევრები გამოვტაცე პროპაგანდას, რომ დღეს ჩემი თანამოაზრეები არიან. ერთი შემთხვევა არის ასეთი. კი ბატონო, და ახლობლებს გულისხმობ და მათ შორის ნაცნობებს, მაგრამ აი თან წიგნსაც რომ დაუბრუნდე, ეს წიგნი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა გადაირჩინოს ღირსება და ადამიანობა საკუთარ თავში. ეს წიგნი იმაზეც არის, რომ ადამიანში არსებობს ძალიან სახიფათო პოტენციალი, რომ იქცეს აი ასეთ აბსოლუტურ ბოროტებად. და როდესაც ყველა უყურებს, ხო, ამ პერიოდზე გადაღებულ ფილმებს, კითხულობენ წიგნებს და დარწმუნებულად არავინ არ აიდენტიფიცირებს თავს იმ ნაცის ჯალათებთან. თუ ამ კუთხით შევხედავთ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ იმ ადამიანებად არ ვიქცეთ, ხო? მაგალითად დამავიწყდა ხა რაღაც ვამბობდი. ხო, ანუ იდენტიფიცირების ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ დასაჯურის ბასტი მანდა ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ პრიმოლევი აღარ მახსოვს ზუსტად პრიმოლევიც იხსენებს თუ არა პოლიციის ფენომენი. როდესაც არის თქვათ აი ადგილობრივი მაგალითად აუშვიცში პოლონელი ებრაელი პოლიციელები, რომლებიც ნაცისტების სამსახურში არიან. ნუ უშუალოდ გერმანელი ოფიცერი ან გერმანელი სამხედრო პირი არ იღებს უშუალო მონაწილეობას მაგალითად ჯალათობაში და იღებს მონაწილეობას კოლაბორანტი, რომელსაც ასევე პრინციპში გამოდაჩენი აქვს საბოლოოდ გამოტანილი, მაგრამ ჩართულია ამ პროცესში და მესუმშდება განცდა, როდესაც რეჟიმის ცხადი, როგორც შეთქმის არ იყოს პარალელი იქნება ძალიან უხერხული ახლა ნაციზმისა და იმ მასშტაბის ბოროტება, მაგრამ როდესაც რეჟიმს ემსახურება პოლიციელი სამართალდამცველი, რომლის იმედიც გაქვს პრინციპში, ხო? ანუ ჩვენ არავის არ გქონია ალბათ ის განცდა, რომ ქართველი პოლიციელი არის ქართული საზოგადოების მტერი. ახლა გამოჩნდა ის, რომ აი ეს ხალხი განსაკუთრებით შავნიღბიანი არსებები, რომლებიც აწამებენ და გაუპატიურებით ემუქრებიან პირში აფურთხებენ ქალებსა და კაცებს და სხვადასხვა, აი ესენი არიან, აი ეს პოლიციის მდგომარეობა, მხოლოდ ესენი მახსენდებოდნენ, რეჟიმის მსახურები, რომლებიც ძალადობენ თავიანთ მოქალაქეებზე, ოღონდ ისინიც განწირულები არიან სინამდვილეში. რა თქმა უნდა. ხო, მათი გადარჩენად შეუძლებელი რისთვის აკეთებენ ამას? არა, ჩვენ ვიცით რისთვის. თქვათ პოლიცია იმისათვის, რომ უბრალოდ მათ კონდათ ეჭვი, რომ გადარჩებიან და რაღაცა სიცოცხლეს იყიდიან. ესენი პრემიებს იღებენ. ნუ მოდ პრემიებს ურიცხავენ. სადისტობენ მხოლოდ იმიტომ, რომ 1000, 5000 და ამ ტიპის პრემიებს ურიგებენ. ანუ სადისტობს, ასახიჭრებს ახალგაზრდაზე, იმიტომ რომ თვის ბოლოს ფული ჩაერიცხოს და მე რაღაცა იყიდოს და ასე შემდეგ. ეს ძევლების ის მოდელითაც გავს ალბათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ესეთი დოკუმენტური მასალა არსებობს, ხო, ამისი დასახრეტად, ხო, იდგა ერთი წრე, რომელსაც თუ არ ესროდი, ვისაც უნდა გესროლა, შენ გესროდი მოკრიდან და ასე შემდეგ. ხო. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ რეალურად ალბათ საბოლოო ჯამში მაინც არ არის გააზრებული ის, როგორ იწყება ხოლმე ეს რეჟიმი, ხო? რომ ერთი განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული, ხო, არ ვიცი, ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანი გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩამოშორდეს ასე ვთქვათ, ჯანსაღ საზოგადოებას და ამისთვის იყო მოწყობილი რამხელა ამბები, რომელშიც ექთნები, ექიმები მონაწილეობდნენ და 250-ზე ბავშვი იქნება თუ ზრდასრული, ყველა ასე ვთქვათ გამოასალმეს სიცოცხლე. აი ეს მიზეზი, ვიღაცა არ მომწონს, ვიღაცა ნუ თავისი იდენტობის, ვიღაცა იმიტომ რომ ასე აცვია, ასე იწყება საყური ნიშნის დასწრება. საიდან იწყება, ხო? დეჰუმანიზაცია, რაც ბასტი მახსოვს. კარზე დაგისვრი ნიშანი, იმიტომ რომ შენ რაღაც აგენტი ხარ ამ შემთხვევაში, არ ვიცი, უცხოური. თან აი ზუსტად გამიწყდა აზრი და ეს უნდა მეთქვა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, მეც ახლა რამდენიმე თვის წინ რომ ეს წიგნი ავიღე, ვითომ დასასვენებლად რომ წავედი და აი ეს საშინელება წავიღე, ფაქტობრივად მე ვცდილობდი გამეაზრებინა აი რა არაცნობიერი სურვილი იყო რომ დასვენების დროს ეს წამეკითხა, ხო? რეალურად მივხვდი რომ აი ყველაფერი აი ბოლო პერიოდში რასაც ვკითხულობ, რასაც ვუყურებ, ვცდილობ რომ ვიპოვო რეცეპტები ისტორიაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისტორიაში ყველაფერი წერია, მთელი რეცეპტები გვაქვს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რა არის საგანგაშო, როგორ ვუპასუხოთ და ასე შემდეგ და როგორ არ გავხდეთ თანამონაწილეები.
ვიტყოდი, ხო? და ალბათ იმ კითხვაზეც ეს ერთ-ერთი პასუხი არის, რომ ყოველთვის გავიხსენოთ ისტორია და ეს არ დაგვავიწყდეს და ამითი ვიხელმძღვანელოთ. ამ შემთხვევაში. კი. და თან აი დეჰუმანიზებას რაც შეეხება, ასეთ რეჟიმებს ჭირდებათ ყოველთვის ტრის ხატი. რაიმე ნიშნით გამოყოფენ ადამიანთა ჯგუფს და შემდეგ უკვე მათი განადგურებით ქმნიან რაღაც გამარჯვების ილუზიას, ხო? ტრის ხატის განადგურებით ქმნიან შემდეგ უკვე რაღაც გამარჯვების ილუზიას და ასე თამაშობენ ადამიანების, მათ შორის ნაციონალისტური გრძნობებით და სხვა ხო, სიძულვილი. ხო, ტრის ხატი, ანუ ჯერ უნდა შეგაძულოთ ადამიანი, რომ მერე ხალხმა მოქცეს ნებართვა მისი განადგურების. ანუ ადვილია დეჰუმანიზირებული, ხო, საერთოდ ნაციების განადგურება, თუ კი შენ მათ აღარ თვლი ადამიანს. მაგრამ არაერთხელ, აი ხა ბოლო პერიოდში რასაც თვალს ვადევნებთ, არაერთხელ როგორ მართლა ტორეს რასაც ყვებთ, ჩაუვარდა კოზი ნაცარში, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებელი გამოდის რიგი ადამიანების, ასე ვთქვათ, გაშავება, ხო, ეს არ ვიცი, ნებისმიერი შეგვიძლია, ნებისმიერი დღევანდელი ტყვე შეიძლება ასეთი იყოს, იმიტომ რომ მე არც მახსენდება, არ ვიცი, მართლა ისტორიაში არ მახსენდება, რომ აი ეს კონკრეტული, ხო, ადამიანები რო ავიღოთ, ასეთი ღირსეული სიტყვით, თავიანთი ცხოვრების წესით, აი მართლა პარადოქსი არის და დაუჯებ სადაც და ქუჩაში, ვისაც მიკროფონს მიუშვარ, ადამიანებს ყველას გააზრებული აქვთ თავიანთი იქ ყოფნის მიზეზი, მიზანი და აი ფაქტიურად რაღაცა ხელიდან ეცლებათ ეს საშუალება, რომ ვიღაცა გააშავონ, ვიღაცაზე რაღაც თქვან, ხო ხა? ბოლოს იყო ანდრო ჭიჭინაძის მიმართ ეს ის, რაც დიდი ძალისხმევით, რაც მოახერხეს, მტკიცებულება არ გაქვს, ადამიანი ციხეში ყავს და რაღაცა კინოსურათი გამოძებნეს, რომელსაც ასევე სხვა ისტორია ჰქონდა, ხო? კი ბატონო. ამ შემთხვევაშიც რაღაცნაირად ხო, ნუ ეს მოტივოთ. ხო, ნუ ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით და თან მათ შორის არ გამოსდით, იმიტომ რომ მათი ხმა ისმის. ციხიდანაც ისმის მათი ხმა და საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ ღირებულებების ადამიანები არიან, როგორი ერთგული არიან იდეების და შეუძლებელია მართლაც ხა როგორ საიდან უნდა მოაბან ყური, ხო? კი, და მშობლებიც ესეთი ღირსეული, ასე ვთქვათ. კი ბატონო, რომლებიც ასევე ხარდამჭერები არიან საკუთარი შვილების და მათი არჩევანის ასე. ნუ გიორგი ახუბაძის სიტყვა შემეძლია გავიხსენო. ხო, აი ამ სიტყვას უმძიმესი, მაგრამ ამავდროულად პირველად ვნახე, აი პატაციკული ამიხმარა ერთხელ სიტყვა მორალური გალახვა და აი პირველად მივხვდი რას ნიშნავს მორალურად რომ რაც იყო პროკურორს რაც ჭირდა ეგ იყო რომ აი მორალურად გალახა პრაქტიკულად ხო თან ერთი სიტყვაც არ გამოუყენებია შეურაცხმყოფელი რაღაცა ზიზღის შემცველი და ეს მართლა რაღაც საოცარი ადამიანური სიმაღლე ვნახეთ ხო და ზუსტად ეს არის ამ წიგნშიც ძალიან მნიშვნელოვანი და საოცარი რომ და უნიკალური ჩემი აზრით რომ აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ზიზღის შემცველ სიტყვას. ავტორი, რომელიც იყო აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, არც ერთ სიტყვა არ წერია. ასეთი ის არის ცოცხალი ფხიზელი დამკვირვებელი და როგორ მოახერხა ესეც როგორ შეინარჩუნა ეს თვალი, რომელიც აკვირდებოდა, ანალიზებდა იმ პროცესებს და ნუ შემდეგ იმ დანარჩიც თვითონაც ამბობს რომ მე მინდოდა შემექმნა თქვენთვის მტკიცებულებები და განსჯელი თქვენ იყავით რა მკითხველს ეუბნება. მათ შორის ესეც ამასაც ამბობს რომ დამკვირვებლობის უნარმაც გარკვეული სასიცოცხლო ძალა შეძინა მას და პრინციპში ეს შალამოვი იქნება თუ ევგენია გინზბურგიც, რომლებიც უკვე საბჭოთა გულაგების ისტორიებს ყვებიან, მათთანაც ეს მნიშვნელოვანი წამყვანი ელემენტია, აკვირდები, ანუ რაღაცას ინარჩუნებ, ისეც, რომელიც რაც გულისხმობს გადარჩენის, ასე ვთქვათ, ენერგიის შენარჩუნებასაც. და ანუ ამ ამბავს ხო გაიტანა, აი ცნობილი ისტორია ახლა სოჭვის ლევან ყაბაშიძემაც გაიხსენა ახმატობაში, როდესაც მას კითხეთ, რომ ამას აღწერთ და შევეცდები და რაღაცა ღიმილის მსგავსმა გაირბინა იმაზე რაც ოდესღაც მისი სახე იყო და შემდეგ ახმატობას ეს რეკვიემი წობი და ასე შემდეგ. სოჭვის მანდარი გენიალური ასევე ეპიზოდი წმინდა მაღალი ლიტერატურის ნიმუშიც და თან წინააღმდეგობის ფსიქოლოგიის ამხსნელიც. გახსოვს, როდესაც ამბობს რომ ყველა დეტალში ვთილობდი რაღაც გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას. თუ კი გარკვეულ რიტმში უნდა ეარათ ტყვეებს, მე ვთილობდი ამ რიტმიდან ამოვარდი, რომ მხოლოდ მე ვიცოდი ეს და არავინ სხვა.
როდესაც ამობდნენ რომ რაღაც ამ დროს აქ უნდა ყოფილიყავი, თუნდაც რამდენიმე წამიც რომ დამეგვიანა მე ეს ვიცოდი, მაგრამ მე არ მიყვებოდი სიკვდილის რუტინას. ანუ შეგუებას, რომ ადამიანების უმრავლესობა ემორჩილება რუტინას. ხო, რომელიც გულისხმობდა საბოლოო ჯამში განადგურების რუტინას. ამოიწურა ჩვენი დრო. ბასტი ძალიან საინტერესო წიგნი მოგვიტანეთ. ურთულეს გრაფიკში მოიცალე ჩვენთვის წიგნით მოხვედი, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტით და მადლობა რომ გაგვახსენე კიდევ ერთხელ ეს შესანიშნავი წიგნი. მადლობა. მადლობა ჟურნალისტებს. სოლიდარობა ჟურნალისტებს და სოლიდარობა ყველა პოლიტიკას. ყველა პოლიტპატიმარს ბუნებრივია. თავისუფლება მათ. ჩვენ ყველგან ამას ვამბობთ. მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით.